ახლა კი ბალანსი სურვილსა და პასუხისმგებლობას შორის, რაც გულისხმობს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი. მმართველი გუნდის ინიციატივით კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირას დაიწყება. ინიციატივა შინაურ ცხოველთან დაკავშირებით მყარი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებას ემსახურება. რატი მეტრეველი გიამბობთ. ოთხფეხა მეგობრების მიმართ უდიერად მოპყრობის მომრავლებული შემთხვევებისა და საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით კანონმდებლობა მკაცრდება. კანონპროექტი უზრუნველყოფს ცხოველებისა და მისი მეპატრონის იდენტიფიკაციის ვალდებულებას, რათა საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულმა პირმა შინაური ცხოველის მიმართ განხორციელებულ უდიერ ქმედებებზე, მათ შორის მისი ქუჩაში მიტოვებისთვის პასუხი აგოს. ამავე კანონით რეგულირდება მეპატრონეების მიერ შინაური ცხოველის უკონტროლო მოშენებაც. ეს არის პირველი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ქუჩაში გაგდებული ძაღლების, ასე ვთქვათ, საკითხი და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაწესდეს მკაცრი სანქცია ყველა იმ მეპატრონისთვის, რომელიც ერთის მხრივ უკონტროლოდ აშენებს ცხოველებს და შემდგომ იშორებს და ქუჩაში ყრეს. საკმაოდ დიდი ჯარიმაა ამისთვის დადგენილი. მკაცრდება, ასე ვთქვათ, მოთხოვნები და რეგულაციები ძაღლების და კატების გამრავლებასთან მიმართებით, მხოლოდ რეგისტრირებულ საშენს ექნება გამრავლების უფლება. შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია კასტრაციის პროცესიც, რაც თავის მხრივ ქუჩებში მათი მომრავლების პრობლემას აღმოფხრის. კანონპროექტის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა და ორიენტირებულია ერთი მხრივ ცხოველებზე, მეორე მხრივ კი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. ყველა საუკეთესო გამოცდილება, რაც კი არსებობს სხვა ქვეყანაში არის თავმოყრილი ამ პროექტში. შინაური ცხოველი სახლში რაღაც სათამაშოდ გქონიათ, მიიყვანეს, შემდეგ ვერ უმკლავდებიან პასუხისმგებლობას, რასაც ქვია შინაური ცხოველის მოვა და ხდება ხოლმე მათი მიტოვება და ასე ვიღებთ მიუსაფარ ცხოველებს. მნიშვნელოვანია ამიტომ, რომ მოხდეს რეგისტრაცია მათ შორის შინაური ცხოველების, რომ თუ კი მიატოვებს შემდეგ პატრონი და ნახავთ ჩვენ მიუსაფარ ცხოველს, ვიცოდეთ, ვინ მოიქცა უპასუხისმგებლად, რომ ამაზე იყო შესაბამისი პასუხისმგებლობა. მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდის შემდეგ გაიზარდა, მაშინ როცა არაკეთილწინდისიერმა მეპატრონეებმა ოთხფეხა მეგობრები ქუჩაში გაყარეს. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მაქსიმალურად ჰუმანურ ფარგლებში გადაჭრას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცვლილება შევიდა, როგორც ჩანს, ამან საკმარისად ვერ უზრუნველყო მიუსაფარ ცხოველთა ერთი მხრივ დაცვა, მეორე მხრივ გამრავლების პრევენცია. 350,000-მდე მიუსაფარი ცხოველია ქვეყანაში მარტო ძაღლი. განსაკუთრებით ეს იყო პანდემიის პერიოდში, როდესაც სამწუხაროდ მეპატრონეები გარეთ ტოვებდნენ ათასობით ძაღლს. დემოკრატიის შუქურებად ნაცები რო აღიქვავენ, მაგრამ იმ ქვეყნებში პირდაპირ ხამხამობით დადიან და ხოცავენ 10,000-ობით ძაღლს. ჩვენ გვინდა რომ ამას ადამიანურად მოვიქცეთ, თან მათზე ვიზრუნოთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ ავუკრძალოთ მეპატრონეებს, ასე ამ ძაღლების და სხვა ცხოველების ქუჩაში გაყრა. კანონის ამოქმედების შემდეგ შინაური ცხოველები სპეციალური ჩიპისა და საჭდის მეშვეობით ერთიან მონაცემთა ბაზაში აღირიცხებიან, რაც მათი და მეპატრონის მიკვლევადობას უზრუნველყოფს. ყველა მეპატრონეს კი, რომელიც გადაწყვეტს ოთხფეხა მეგობარს უდიერად მოეპყრას და ქუჩაში გასაგდებად გაიმეტოს, კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს.